მივიდი აეროპორტში, დედჩემი ჩამოფრინდება დაახლოებით 5 წუთში და მალევე გამოვა, იმიტომ რომ ჩქარა გადის ხოლმე მაგ პროცესებს და დიდად არ მელოდინებს. მერე წავალ სახლში დღეს სამუშაო, დღეს სამწუხაროდ day-off-ი ვერ ავიღე, მაგრამ სამაგიეროდ ხუთშაბათს არის დასვენების დღე და პარასკევს გადავაბი day-off-ი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ცოტა დრო მექნება დედასთან გასატარებლად. ეს იგი ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა დავისვენებ და წავალთ საინტერესო ლამაზ და კარგ ადგილებს ვნახავთ, დიდი ალბათობით როგორც ყოველმის ჩამოსვლაზე. და ხო, ძალიან მეძინება, იმიტომ რომ კარგად არ მეძინია ღამე. და გავვიღვიძე 6 საათზე, 6:30-ზე უფრო სწორად. ეხლა აქ დაველოდები და მალე დაგიბრუნდებით. მოვედით კრისანტესში. შესვენება მაქვს 1 საათიანი და 9 საათი უკვე გავიდა და ეხლა შევუკვეთეთ საჭმელი, ამიტომ რაც კარგად არ მედის საქმე. დღეს ძალიან ქარია სხვათა შორის, ანუ ისეთი ქარია, რომ დედაჩემი გაგიჟებული იყო, რასაც ჩამოვიდა თითქმის იგივე ტემპერატურა, რაც საქართველოში. რო არ მეძინა საშინლად გრძნობ თავს მართლა. ძალიან დაღლილი ვარ, რატომღაც აი ესეთი ხედი გვაქვს კრისანტესიდან. ყველა სახლის თავზე ეს ბაკი რო არის ძალიან ამახინჯებს ქალაქს ჩემი აზრით. მოდი დედაჩემს ვკითხოთ რა მოსწონს და რა არ მოსწონს კვიპროსში ზოგადად. ერთი დადებით და ერთი ვარყოფით. ყველაფერი მომწონს და მაგმაყოფილებს. და არაფერი არ არის რაც არ მომწონს. კაი და გამორჩეულად ის კი როგორც უკვე მითხარი სიმშვიდე მოგწონს, ხო? სიმშვიდე მართლა არის ცხოვრების. რითმინელია ცხოვრების. ანუ შენ გერმანიაში ვერ გაცილებ მაშინ. ძალიან. მაგრამ როგორ პუნქტუალური ხარ, სწრაფიც ხარ. რაღაც ისეთი რობოტული რუტინის ჩამოყალიბების შესაძლებლობაც გაქვს და რა გინდა ნელ-ნელა სიღა-სიღა ასე ამბობენ. კი, ესენი სულ ისვენებენ ოღონდ და ის სულ და ყველაზე ცნობილი ფრაზა არის სიღა-სიღა, ანუ ნელ-ნელა, ნელა-ნელა რაღაც ესეთ ვარიანტში და ძალიან უყვართ აქაურებს, იმიტომ რომ ყველაფერს ეგრე აკეთებენ. ჩვენ შევუკვეთეთ chicken leg cream, ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი კერძი არის. ძალიან გემრიელად აკეთებენ, არ ვიცი, აქ მართლა ყველაფერს გემრიელად აკეთებენ და ვისაც გაინტერესებთ თუ სად უნდა მიირთვათ კარგად კვიპროსში, კერძოდ ლარნაკაში, აუცილებლად მობრძანდით კრისანტესში. კაია ხო ძალიან. ანუ სტანდარტული ჩვეულებრივი მოხიტოა თუ განსხვავებული? ცოტა განსხვავებულია. ოდნავ. აბა გავსინჯო მეც. ხო, მე ვმუშაობ და ჩემი მშობლებაშია. მგონი სპრაიტით არის ოღონდ გაკეთებული, ხო? ლიმონის ლიმონათები რო არის homemade რაღაც ალკოჰოლს საერთოდ ვერ გქნობს სიმართლე რომ გითხრა. არის. მოვიდა ჩვენი უგემრიელესი კერძი. ძალიან დიდი პორციებია. აბა ვნახოთ. ეხლა ხახვის გარეშე, მოდი ერთ ხახვის გავჭ. მეც მიყვარს. ძალიან კაია იძა. ეხლა მომიტანეს ძალიან მაგარი ამანათი. იკეადან გამოვიწერე წინა კვირას და 3 დღეში მომიტანეს პრინციპში. და ძალიან კვაყოფილი დავრჩი, სავარაუდოდ მომავალშიც გამოვიტერ ხოლმე რაღაცებს. ეხლა რა ხდება? მე მაქვს პატარა აივანი, იმდენად პატარა არის და რაღაცნაირად არაკომფორტული, რომ დიდად არ ვიყენებდით და არანაირ ფუნქციას არ ვანიჭებთ გარდა, სარეცხის კაფენისა. მე ხო სახლიდან მუშაობ და სულ მინდოდა, რომ ეს აივანი ისე ამეთვისებინა, რომ აქედან მე მუშავა, მაგიდა და სკამი მქონოდა, რაღაცა მცენარეები, ყვავილები და მოკლედ როგორც ხედავთ, მე მგონი ჩანს კარგად ფონად, ძალიან ბევრი რაღაც მოიტანეს.
და დღეს უნდა გადავაწყო და რადიკალურად შევცვალო ჩემი აივანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა და მოცუცქნული არის, მაინც მგონია, რომ ისე ავითვისებ ამ ფართს, რომ გამოყენებადაც იქნება, ლამაზიც იქნება და მოკლედ ერთი სული მაქვს, როდის ვიმუშავებ ამ აივნიდან ამ ახალი ავეჯის დახმარებით. ეხლა უნდა დავალაგო ძალიან კარგად, იმიტომ რომ საკმაოდ აყრილ-დაყრილია აქაურობა. აქ მაქვს აი ესეთი ბალიშები ამ სკამებისთვის. ფერებითაც ძალიან მოუხდება. ასევე გვაქვს ესეთი პატარა საყვარელი ყვავილი, რომელიც შეიძლება რომ აივანზე დავდო, ან თუნდაც სახლში. და მაქვს ესეთი აბაზანის ფარი და ჩავაგდე უბრალოდ ხურდაში. ესეთი საინტერესო არაფერი. ეხლა დავხსნათ მაგიდას და სკამებს. აი ესე გამოიყურება ახლა ჩემი აივანი საკმაოდ ცუდ დღეში არის, ალბათ დამეთანხმებით და ვნახოთ რას მოვახდენთ აქ. ეს რა საოცრება გამოვიდა, უბრალოდ ნახეთ, აქამდე სად ვიყავი. არ ვიცი, ჩემთვის ეს არის 64, წარმოიდგინეთ, აქედან რო იმუშავებთ ხოლმე, სანამ ძალიან დაცხება. აქამდე დრო მაქვს კიდევ რამოდენიმე თვე, აგვისტოში აქ არ გამოისრულება, რა თქმა უნდა, მაგრამ დამიწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ. რამდენად უკეთესი არის, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, ვიდრე წინაზე იყო, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრიც.